მეცნიერები ლაბორატორიაში საცდელ პირებს აჩვენებენ ობიექტების ფოტოებს, ვაშლი მანქანები ამავდროულად იწერენ მათი ტვინის აქტივობას. მათი ვარაუდით სხვადასხვა ობიექტი ნეირონების სხვადასხვა ჯგუფს ააქტიურებს, რაც უნიკალური კოდირებულ ჩანაწერს გვაცლივს. მეცნიერთა მიზანია მომავალში შეძლონ და რეალურ ცხოვრებისეულ პირობებში ადამიანის ტვინის აქტივობის ჩანაწერის დეკოდირებით ამოიცნონ თუ რას უყურებდა ან რაზე ფიქრობდა იმ მომენტში ადამიანი. ჩამოთვლივრთაგან რომელი გვაძლევს პირდაპირ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აღწერილი მეთოდის გამოყენება მიზნის მისაღწევად არ არის საკმარისი. ესე იგი, ცხოვრებისეულ პირობებში ადამიანის ტვინის აქტივობის ჩანაწერის დეკოდირებით ვერ შევძლებთ ამოვიცნოთ თუ რაზე ფიქრობდა ან რას უყურებდა ადამიანი კონკრეტულ მომენტში. აპასუხი, რაიმე ობიექტის დანახვისას გააქტიურებული ნეირონების კომბინაცია დამოკიდებული არა მხოლოდ ობიექტზე, არამედ სცენარზეც, ანუ პროცესზე, რომელთა მიმდინარეობისას ხედავს თვალი ამ ობიექტს. ეს კარგი პასუხია, რადგან გვაჩვენებს, რომ თურმე შეიძლება პროცესზე იყოს დამოკიდებული, რაც მოვლენათა ჯაჭვზე იყოს დამოკიდებული და არა მხოლოდ კონკრეტული რაღაცა ერთი ობიექტის დანახვაზე ის აქტივობა ტვინის, რასაც მივიღებდით, ხო? ამიტომ აპასუხს დავტოვებთ, ხო? ამ სცენარზე ავტორს სხვა პასუხებიც საინტერესოა. ყოველი ინდივიდის ტვინის უნიკალურობის გამო ინდივიდის მიერ გარესამყაროს აღქმა განსხვავდება სხვებისაგან, თუმცა ვიზუალური ობიექტების კოდირების მექანიზმი ადამიანებში უნივერსალურია. ეს პირიქით აძლიერებს მოსაზრებას, რომ დასახული მიზანი მიღწევადია, რადგან ადამიანის ინდივიდის ტვინი ყოფილა უნიკალური და ამ მხრივ განსხვავებულ უნივერსალურ რაღაცა ნიშნებს გამოსცემს, რა რაღაც მსგავს. მოკლედ B არ გვაწყობს. G. ნეირონების აქტივობის დასადგენად გამოყენებული მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიისა და ელექტროენცეფალოგრაფიის ტექნოლოგიები მუდმივად იხვეწება და ისინი ახლა ბევრად უფრო მაღალი გარჩევადობისაა, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ. ესეც უფრო მეტად აძლიერებს მოსაზრებას, რომ ეს მიზანი მეცნიერთა რაღაცა ჩანაფიქრი მიღწევადია. D. ტვინი ობიექტებს აღიქვამს საზღვრები, ფორმები, კატეგორიები, იერარქიით, შესაბამისად კონკრეტული ობიექტის ამოსაცნობად შესაბამისი ნეირონული აქტივობის რამდენიმე შრის დეკოდირებაა საჭირო. ესე იგი, მაინც შესაძლებელი ყოფილა, ხო? ანუ ესე იგი უფრო ვერ ასუსტებს რა, უფრო მეტად მაინც აძლიერებს იმას, რომ შესაძლებელი კი რამდენიმე შრია, მაგრამ მაინც შესაძლებელია. რეალურ პირობებში გვაქვს ვიზუალური მონაცემების სწრაფად ცვალებადი ნაკადი და მათი დეკოდირება ისეთ უზარმაზარ გამოთვლით სიმძლავრეებს მოითხოვს, რომელთა მიღწევაც მხოლოდ ახლა ხდება შესაძლებელი, ანუ აქაც ძლიერდება მოსაზრება, რომ ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია. ამდენად აღწერილი მეთოდით მიზნის მისაღწევად არ არის საკმარისი მხოლოდ აი ეს დეკოდირება, აპასუხი გამოგვადგება ამ მოსაზრების გასაქარწყლებლად, ხო, შესასუსტებლად.